ამ დღეებში გორის თეატრში გორის ებრაული თემის გამგეობის თავმჯდომარის მოშე მამისთვალოვის 50-მეათე წლისთავისადმი მიძღვნის საიუბილეო საღამო გაიმართა. მოშე მამისთვალოვის ღვაწლი დიდია ქართველი და ებრაელი ერის დამეგობრების საქმეში. სწორედ მისი ინიციატივით დამეგობრდნენ ისრაელის ქალაქი ლოდი და გორი. ასევე დიდია მისი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. იგი დღესდღეობით ეროვნული დემოკრატიული პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა. დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლები წვლილი ბევრ ქართველზე და ბევრ ქართველ მებრძოლზე არანაკლები წვლილი მოშეს მიუძღვის საქართველოში აი ამ დამოუკიდებლობის მოპოვებაში, რაც მოვიპოვეთ და დემოკრატიის განვითარებაში, ასე ვთქვათ, დემოკრატიის დამკვიდრებაში მოშე ერთ-ერთი მოწინავე არის ჩვენი პარტიის რიგებში. ამ საღამოზე მოშე მამისთვალოვის შესახებ არაერთი თბილი სიტყვა ითქვა. მის დასაფასებლად გორში იმყოფებოდნენ საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქადაგიშვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი რუსლან მიქაბერიძე. პალესტინის ხის ტოტი ხარ შვაგულ ქართლში დამპყრობილი და ორი სამშობლოგაც დაუპყრობილი. შენს გემუქნის შენი ბრძოლის დღემდე ჩაუფუშაობა, მოვადრო და დაფასდება მოშე შენი მუშაობა. თეატრის სცენიდან ამ დღეს ქართული და ებრაული ჰანგები იღრებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი საღამო ქართველებისა და ებრაელების მეგობრობისა. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერი არის ერთ-ერთი ერი მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა, რომ მცირე ერების მიმართ არიან განწყობილი ძალიან მეგობრულად და მით უმეტეს ებრაელი ერის მიმართ 26 საუკუნის მანძილზე არ ახსოვს ებრაელ ერს უბრალო გაბრაზებას კი ქართველებისგან. ეს ძმობა საუკუნების მანძილზე და ათასწლეულების მანძილზე კიდევ იქნება და მსოფლიო გაიგებს საქართველოს ღირსეულ წინსვლას.